პირველ რიგში უნდა დავიწყოთ, რომ ბოლო წლებში მოლდოვის ხელისუფლებამ მოახერხა ასე თქვათ ადგილობრივი რეფორმების და თქვათ დემოკრატიული წინსვლის ფონზე განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარება ევროკავშირის ლიდერებთან, ცალკეულ სახელმწიფოების ლიდერებთან და ამაში მას ხელში შეუწყო ბოლო დროინდელმა, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა, კონკრეტულად რუსეთის შეჭრამ უკრაინაში. გამომდინარე იქიდან, რომ მოლდოვას აქვს ის ფუფუნება, რომ პირდაპირ არ ესაზღვრება რუსეთს და ასევე გეოპოლიტიკურად ძალიან კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჩვენ ვიცით, რომ რუმინეთთან მოლდოვას აქვს ძალიან ახლო ურთიერთობა და ბუნებრივია რუმინეთის მას მხარს უჭერს ამ სხვადასხვა მიმდინარე რეფორმებში და პლუს ის, რომ ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ იმ ფონზე, როდესაც საქართველოში სერიოზული უკუსლა დემოკრატიის თვალსაზრისიდან უკრაინაში ომია და აქედან გამომდინარე მათ ჭირდებათ გარკვეულწილად წარმატებული ქვეყანა ამ ყოფილი ასოცირების ტრიოს შემადგენლობაში, ბუნებრივია, რომ მოლდოვა პოზიციონირებს ერთ-ერთ ასეთ ქვეყნად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასე თქვათ ძალიან ასე თქვათ ვარდებით არის მოფენილი ამ ქვეყნის მომავალი და სწორედ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ აი უნდა ვთქვათ ძლიერი მხარდაჭერის ევროკავშირის მხრიდან არის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში, რომელიც წინასწარ არავინ არ იცის თქვათ რა შედეგი დამთავრდება და სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირს სურს მოლდოვაში დარჩეს პროევროპული ხელისუფლება, ისინი ყველანაირად ეხმარებიან თქვათ პრეზიდენტ სანდუ და მის ადმინისტრაციას, რომ რაღაცნაირად გარკვეული დადებითი შედეგები დაიდოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომ გაგრძელდეს მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაცია. დიახ, და არც თუ ისე დიდი ხნის წინ ამ გზაზე ერთობლივად მიდიოდნენ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, ხო? სანამ საქართველოზე ვისაუბრებთ, თქვენ ახსენეთ, მაგრამ ამას დაუბრუნდებით ისევ, კითხავთ უკრაინაზე. ჩვენ ხედავთ ვიქტორ ორბანის გააფთრებულ წინააღმდეგობას უკრაინის ევროკავშირში გაწევრების თაობაზე და საინტერესოა, რამდენად დაძლევადია ორბანის ფაქტორი. ეს არ იქნება ადვილი, თუმცა ჩვენ გვახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ვიქტორ ორბანმა შეიცვალა პოზიცია, ან მას შეაცვლინის პოზიცია, თუმცა წინასწარ რა თქმა უნდა გარანტიები არ არსებობს, აქედან გამომდინარე ბოლო ხანებში ხშირად განიხილება საკითხი, ხო არ უნდა დაიშალოს ეს ასე თქვათ ეს ორი სახელმწიფოს რაღაცა კავშირი, იქიდან გამომდინარე რომ როგორც უკრაინა ასევე მოლდოვა განსხვავებით საქართველოსგან ასე თქვათ ძალიან ახლო ურთიერთობაში ევროკავშირთან, მაგრამ სწორედ ამ წინააღმდეგობის გამო მიმდინარეობს გარკვეული საუბრები მასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ ჩამოშორდეს მოლდოვა და გამომდინარე იქიდან რომ თუ ვერ დაიძლია თქვათ უნგრეთის წინააღმდეგობა, მაშინ მოლდოვამ რო არ გაჩერდეს და ასე თქვათ ის წავიდეს წინ და შემდგომ როდესაც ამის საშუალება იქნება, უკვე უკრაინამ გააგრძელოს. თუმცა ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ერთიანი აზრი არ არსებობს და ალბათ უახლოეს მომავალში ვნახავთ თუ როგორ გადაწყდება ეს საკითხი. ვიქტორ ორბანიც ისევე როგორც სხვა სკეპტიკოსები, თუნდაც საქართველოსა და მოლდოვაში ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ ევროკავშირის გაფართოებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამა თუ იმ ქვეყნის ომში ჩართვა, თუმცა ვხედავთ ქვეყნის წარმატებულ ევროინტეგრაციას ომში ჩართვის გარეშე, ხო? საინტერესო იქნება თუ კი ვიმშელებთ იმაზე, როგორ შეძლო ამ შემთხვევაში სანდუს მთავრობამ ამგვარ ნარატივებთან გამკლავება. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ, რომ მოლდოვაში ასე თქვათ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როდესაც მოვიდა სანდუს ხელისუფლება, იყო უმძიმესი მდგომარეობა, ეს იყო ქვეყანა, რომელიც იყო ერთ-ერთი მაჩანჩალა ამ ასოცირებული ტრიოსი, მაგრამ ბოლო წლებში მათ შეძლეს გარკვეული რეფორმები ჩატარება, თუმცა არ შეიძლება თქვა, რომ თქვათ ეს რეფორმები და მე მგონი არის ევროკავშირს ესმიან ესმით ძალიან კარგად, რომ შეიძლება არ იყოს საკმარისი, მაგრამ ყველაზე მთავარი არის, რომ არის მზაობა. ანუ პოლიტიკური ნება არსებობს მოლდოვაში, განსხვავებით თქვათ სხვა სახელმწიფოებისგან, რომ მათ შეასრულონ ის ვალდებულებები, რომელიც მათ აიღეს ევროკავშირის წინაშე. და ეს და პლუს ის, რომ თვითონ ასე ვთქვათ მოლდოვის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს უკრაინას, რაც მორალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ მან მიიღოს ასე ვთქვათ ძლიერი მხარდაჭერა ევროკავშირისგან და ასევე ცდილობს გარკვეულწილად გამოიყენოს ეს მომენტუმი, რომელიც დღეს არსებობს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არის ასე ვთქვათ მხარდაჭერა გაფართოებისადმი უკრაინის თქვათ სიტუაციიდან გამომდინარე და მოლდოვა ცდილობს, რომ სანამ ეს საზოგადოებრივი აზრის შეიცვლება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში
მანამდე ასე ვთქვათ გამოიყენოს შესაძლებლობა და პრინციპში მას აქვს საკმაოდ დიდი შანსი, თუმცა კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება აი მოახლოებულ არჩევნებთან არჩევნებზე თუ რა შედეგი დამთავრდება ეს, იმიტომ რომ განსხვავებით თქვათ სხვა სახელმწიფოებისგან მოლდოვაში არის ერთ სერიოზული პრობლემა, რომ საზოგადოება არის გახლეჩილი და მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, ასე ვთქვათ, აქვს თქვათ პრორუსული განწყობები და სწორედ ამიტომაც ეხმარება ევროკავშირი ძალიან ასე ვთქვათ დიდი თანხებით, რომ რაღაცნაირად შედეგი დადოს სანდოს მთავრობამ, რომ ეს შედეგი ნახოს საზოგადოებამ, რომ შემდგომ არჩევნებში კვლავ გაგრძელოს, კვლავ შეძლოს მოლდოვამ ევროკავშირისკენ სვლა. და ბუნებრივია ვისაუბროთ უნდა საქართველოზეც, რომელიც რეფორმების კუთხით სულ რაღაც თვეების წინ უსწრებდა, შეიძლება ითქვას უკრაინასაც და მოლდოვასაც. აი ახლა ამ მომენტისთვის რამდენად ჩამორჩება ამ ქვეყნებს საქართველო? ხო, სამწუხაროდ მე მგონი ახალი აქ არაფერი არ არის, რომ საქართველო არამთუ თქვათ უკუსლად განიცდის დემოკრატიის თვალსაზრისით, არამედ პირიქით ასე თქვათ აღებული აქვს გზა ესე თქვათ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ და ეს უკვე სხვა სიბრტყეში აყენებს საქართველოს საკითხს. ამის შედეგად ჩვენ რასაც ხედავთ ეს არის, რომ ძალიან ხშირად უკვე საუბარი არის თქვათ უკრაინაზე და მოლდოვაზე და საქართველოზე ფაქტიურად ბოლო თვეების განმავლობაში თითქმის არ არის საუბარი თქვათ გაფართოების კონტექსტში. ეს რა თქმა უნდა დაკავშირებულია ამში უმძიმეს მდგომარეობასთან, რომელიც ქვეყანაში არის. ჩვენ გვაქვს ფაქტიურად გაზნობათი პოლიტიკური კრიზისი, რომლის დასრულებას ყოველ შემთხვევაში უახლოეს თქვათ ჰორიზონტზე არ ჩანს, რომ ეს უახლოეს ხანში დამთავრდება და ბუნებრივია, რომ ეს განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის ცვლილებები, საშინაო პოლიტიკაში ეს რეპრესიული პოლიტიკა, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მედიისადმი ფაქტიურად გზას უღობავს საქართველოს და ევროკავშირის შემდგომ ურთიერთობას. ქართული ოცნება ამბობს, რომ მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეჩერებულია. ხო, აი თუნდაც ქვეყანა 2028 წლისთვის დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას. არის თუ არა საკმარისი 2 წელიწადი იმისათვის, რომ ქვეყანა 2030 წლისთვის გახდეს პირობითად გაფართოების პროცესის ნაწილი? ხო, ჩვენ ჯერ არ ვიცით 2028-ში ქართული ოცნება საერთოდ მოინდომებს თუ არა ამ თემაზე საუბარს, გამომდინარე იმ თქვათ კურსიდან გამომდინარე, რომელიც აიღო ქვეყანამ ბოლო წლებში. რა თქმა უნდა, 2 წელიწადი საკმარისი არ არის და მით უმეტეს თქვათ სასაცილოა ის, რომ თქვათ იგივე ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ფონზე საქართველოს თქვათ შეიძლება რაღაც გარკვეული შანსები კონდეს თქვათ ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. პირველ რიგში არ უნდა დაგვაუწყდეს ევროკავშირში ყველაზე მნიშვნელოვანია ფასეულობები, ადამიანის უფლებები, დემოკრატია და ამის გარეშე ფაქტიურად რაც არ უნდა თქვა ტექნიკური არის ვალდებულებები კონდეს აღებული ქვეყანას, ბუნებრივია ეს არ არის საკმარისი იმის მქონე რომ რაღაცა შეიცვალოს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ჯერ კიდევ არის ანტიევროპული და ასე თქვათ რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან და რაც ყველაზე მთავარი არის, რომ ქვეყანა ფაქტიურად არის საერთაშორისო იზოლაციაში და ამისთვის საკმარისია გადავხედოთ მაგალითად თუ სადადიან თქვათ ქართული ოცნების ლიდერები და აქედან ჩანს, რომ ბუნებრივია, რომ ეს ქვეყანა შეშექმნილი შიდა პოლიტიკური მდგომარეობა კიდევ უფრო ასე ვთქვათ რთულ მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას საერთაშორისო თვალსაზრისით.